დილა მშვიდობის ახალხო ვიფიქრე რომ თმას დავისწორებ თქო ძალიან მივეჩვიე ან თმას რო ვისწორებ ან რამე სიმღერები მაქვს ჩართული და გადავეჩვიე ესე ვიდეოების შეძრას და მე რა ვთქვი რომ მოდი მეთქი ბარემ რა ხან მივედი და მივედი თქო და პატარა რაღაცებს მოგიყვებით საბა რო ჩამოვიდა ჯერაშვებით როგორ ხომ ხართ კარგად საბა ჩემთან მარტო არ ჩამოსულა საბა ჩამოიყვანა ჩემმა ძალმა ჩემი ძმის ცოლმა ხო ვეძებდი ჩემი ძლისთვის სამსახურს ნახეთ სამსახური რა თქმა უნდა მალევე მე ორი დღე ჩემთან იყო მესამე დღეს ეგრევე სამსახურში გავაკუსკუსე ძალიან ისეთი კარგი ხალხი ცოტა მოშორებით ჩემგან ანუ ფრანკავილაშია ჩემი რძალი რაღაც ცოტა ნახევარი საათი აიგზა ბებო 98 წლის და ბებო არ ჭამს არაფერი ჭამს მხოლოდ რძეს და ბისკოტის რძე ყავა და ბისკოტი ანუ ყავა ბისკოტი ანუ ბისკოტი პეჩენია რა ხანა ერთი ლიზიაგე რა კარგი სამსახური გამოგიჩდა გენაცვა საჭველი მარტო შენთვის უნდა იკეთო ერთი მინუსი ხა ამ სამსახურს ისა აქვს რომ იტალიურ საჭმელებს პრაქტიკაში ვერ მოიყვანს ანუ ვერ ისწავლის რა სამსახური ხა რო იწყებ 24 საათიანში რო შედიხარ მან სწავლობ კერძებს საბაზისო ენას იღებ რაღაცა და მაგამ ხრივ კარგია 24 საათიანი სამსახური რომ პირველ ნაბიჯებში გეხმარება რა ხანა ერთი დღე ორი დღე ყველაფერი კარგად არის მე ვმუშაობ უფრო სწორად რომ დამირეკა დამსაქმებელმა რომ კეთიო შენი კონიატასთვისო სამსახური რომ გამოჩდაო და მე ვთხარი კარგი თქო დღესო უნდა თო რა და კარგი მეთქი პირველ საათზე მოვიდნენ თქო სახლში ვიქნები თქო და მეც გავესაუბრები ხა რამე რომ ხო იცით როგორც ხდება ეხა ვინც აქ ხართ მაინც ნამყოფი და ვისაც გესმით გეცოდინებათ რასაც გულისხმობ გასაუბრება ხომ და გაიარო ხა ქალმა ენა არის გაწმაში არ არის არაფრის და რაღაც აიო დავრეკავო ეს დამსაქმებელი მეუბნება ამ პატრონებთანო და ვეტყვიო დარეკა და მირეკავს და მეუბნება რომ ვიმეო არაო ეხლავეო საათ ნახევარში მოვლენო ქალი საბამ ტელეფონი დაბლოკა ჩემი ნომერი ძველი ნომერი მივეცი საბუშას და თავის ტელეფონში რო გადაიტანა კარტა ფუკ კოდი მოითხოვა და მე ის გადაგდებული მქონდა ვიფიქრე ხა რაღაცში დამჭირდება თქო და ფუკ კოდი არ აქვს შესაბამისად დაიბლოკა ნომერი და ჩვენ სახში Wi-Fi არ გვაქვს ხონა ისაა ან ვერ მურეკავ ეხა ჩემს წელს როგორია სამსახური და წახვედი ნუ ეხა ახლოს რომ მუშაობდი მე ძალიან 6 წუთი მინდა გზა ფეხით მინდოდა ეხლა აღარ მუშაობ მაგრამ სამუშაო ის მაქვს დაწყებული ეხლა ვანა ტუალეტს ვალაგებ როგორია გახვიდე ხო აპტეკი ქალო მივისხი შავალზე წყალი შევედი ბაბუშკასთან და ბაბუშკა ძალიან რამე რომ დამისვალდებოდა ხოლმე ეგრევე წადი გამოიცვალე ან გაიშვე ან რაღაცა ძალიან ისაყვარელი ქალი იყო რა ხო და ის მეთქი ბებო მეთქი წავალ სახში უცბად გამოიცვლი მეთქი ანუ ერთი სული მაგ სახში მოვიდე და ჩემ წავს უთხრა რომ გაემზადე იმიტომ რომ წამოტრაკულები იყვნენ საწოლში ეძინათ ორივე საბასაც და იმასაც ხო
წადიო. წამოვედი, მოვედი ხან წამოვაგდე ეს ჩემი ძალიჩქა რა, მეუთხარი აბა არიქა, შარიქა, მარიქა, მოვიდნენ საცა, მეუთხარი მიდიხარ. აი, მიწამებში გაემზადა ხა. რა თქვა მე არ მქონდა, უკვე ჩაბარგებული იჭდა. აისა. ხოლო ვეუბნები რომ ესე იყავში და პირველი ერთი კვირა ყველასთვის არის დეპრესიული, რა თქმა უნდა ძნელი, სხვის ოჯახში შედიხარ, ჰაიპაი თემები სხვისი დაკრულზე უნდა იცეკო, პირველი ერთი კვირა ყველა ვარიანტში რა. ხო? ფსიქოლოგიურად ვამზადებ ახლა ჩემს ძალს. მე გავიდა ქალვის ნახევარშიც და არ მოდიან ესე. ურეკა მეთქი სადახავთ. ერთ საათში მოვალ თო ქალი. მე ხსამსახურს ვერ გავაცდენდი. გამომაჯმებინებდნენ ეგრევე. კაი მეთქი. მე წავალ მეთქი. აგე მისამართლე. მოდით და წაიყვანეთ. საღამოთი მეც მოვალ თქო. მე წავედი სამსახურში, მე რეკავან პასუხობენ ეს პატრონები და ამ გოგოს შვილს უთხარი საღამოთი მოვალ მეთქი ტელეფონის ნომერს მოუტან ჩემს ას თქო, იმიტომ რომ არა აქვს თქო. კაიო მოდი. მივედი დამირეკეს რომ უკვე ჩვენთან არის სახლშიო, უბრალოდ ჩემარცამა დამირეკა იქ მუშაობდა ქართველი. ხო და ის ბოლო დღე იქ იყო რამოდენიმე საათი მქონდა აუხსნა ყველაფერი. და მოსაღამოვდა, მოვიდა ანტონიო, უყიდა ნომერი ჩემს რძალს. და წავედით. მივედი და ფებრუარი მოკუკული პატალა გაშუშული 98 წლის გოგო. ეგეთი ჯანზეა. ბებო მეთქი, აბა როგორ ხარ, აშვები როგორ მოგწონს, ჩემი რძალი, მეოთხან. ვემეურო პატარა, ჩემ ძალიან დაბალი და გამხდა. სადღაც აქამდე მწუდება მგონი. და გამხდარი გასულოკოთ 18 წლის ბავშვი გეკონება. არ დასაკით დიდია. ხო. ნუ ერთი სიტყვით ამ შვილებს ვეუბნები. აბა რა ხდება, მეუთხე რა უნდა აკეთოს, რა არ უნდა აკეთოს, აიპაითებები გამარკვიეთ ყველაფერი. ვეუბნებიან რომ ისო, ბებო საჭმელსო არ ჭამსო და ამოსო რამე რომ უნდებაო, წავიდეს და თვითონ იყიდოსო. რა უნდა იყიდოს, რას ნიშნავს? მე ვხარ que significa lavoro 24 ვეუბნები. შენთან უნდა ჭამოს, შენთან უნდა დაიძინოს, შენთან უნდა დაიბანოს, მე ვთხარ. აი ამას ნიშნავს ხო ესეა? ხო და მე ვთხარ საჭმელი შენ უნდა მოიტანო, რასაც მოგთხოვს, მე ვთხარ, რასაც თვითონ ჭამს. აქ არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, ბაბუშკა ჭამს, არა ჭამს. რაში მაინტერესებს, მე ვთხარ, ამან თუ მეთქი მთელი ხელფასი თავის კვებაში დახარჯა, თქო რა გამოდის, მე ვთხარ. მასე მე მეყოლება სახლში წავიყვან თქო და სულაც არ იმუშავებს. ახლა გადამიკეთა. და ასე მეუბნება. კეო, კაცო, ჩვენ უნდაო, ყველაფერი ჩვენ უნდა ვაჭამოთო, ისო, მაგრამ ახლა რამე განსხვავებული რომ მოუნდებაო, ბუნებრივი. ეს მე ვთხარი, ახლა ამას თუ ხიზილალა მოუნდა, მე ვთხარი და გადაფარჩული ვაფეხები და შემწვარი და ისა და ესა, წავა და თვითონ იყიდის ახლა, ხო, ეს ცოტა ისეთ თემაა, მე ვთხარი, ყველაფერი შენთან გასინჯოს, რაც აუდგება, ეგრე არ არის თქო, ახლა ეს ჩვენც ვიცით თქო, მაგრამ ძირითადი საკვები მე ვთხარი, შენ უნდა უზრუნველყო თქო. აქ რომ მოვალ და მაცივარს რომ გამოვაღებ, მე ვთხარი, ყველაფერი უნდა დამხვდეს თქო. საჭმელი თქო. გასვიდნენ, უყიდეს ყველაფერი გენაცვალე. იმის მერე მაცივარს უმოწმებენ, რამე რუაკლია, მიფუსფუს მოფუსფუსდებიან, ყიდულობენ. ერთი დღეა და საბუკა გამყავს გასასეირნებლად. უпроსტოდ მივდიოდით საბუშას ნომრის აღსადგენად.
ხო და მეთქი თან ეხა პორტოს ვანახებ ზღვა რამე იტალიური საბუშეს რა ხო და გოგო ტელეფონზე ზარია მირეკავს ჩემი რძალი ამას გამდილა უთელიმ და როგორი პერიოდი ეცი აქ პრანზოს პერიოდი იყო ფაქტიურად რა რომელი საათი იყო დაახლოებით 12 პრანზოს რო იკეთებდა მშვიდად რო ხარ შენთვის რაღაცა ფუსფუსებ კუხნაში ხმარო რამე უნდა აქცეს ხვეც აი მაგ პროცესში უნდა იყო წესით და მეთქი რა უნდა ეხა მეცინება, არა, მაშინ ვიცინე, ძალიან ბევრი ვიცინე, აღარ ჩემთვის, რა თქმა უნდა, მე და საბავი ფხრიწებოდით, ანტონიო ცალკე ფხრიწებოდა ამ ამბავზე და ანუ რა მოხდა. დილით მისულა შვილები, ბაბუშკას. და შვილი რო წასულა, ბაბუს და ბებოს დაემართა ისტერიული შეტევა. და მაცა ეგრევე მოუყვება. ხო და ქალა. ეს ჩემი ჩერჩეტი რძალი. ანუ აიც მოიცა თავი წამი. ფებრუარი 98 წელს სადღაც გავიწოდეთ. ერთი სიტყვით ქალი. მირეკავს ეს ქალი, ჩემი რძალი და მიშველეო გოგო. მე თქვი რა ხდება ლიზი, აბა მოყევი, დაწყნარი და მშვიდი პანიკებშია, შველას ითხოვს. ხო და ბებო მოთმებით მათრიაო. რაიმე ბებო მოთმებით მათრიაო. ახლა რა ხდება მეოთხარი რატო ანუ ბებოს რომ მივედით ვნახეთ ძალიან მშვიდი ქალი ჩანდა ძალიან ისეთი გაწონასწორებული ლაპარაკშიც რომ მოყვება ანუ ეხლა არიან ბოდიშთა დაჩერჩეტებული 98 წლის ბაბუშკები მაგრამ ეს ბებო დაჩერჩეტებული არ იყო კარგად აზროვნებდა და რა ვიცი რა მოხდა ქალ მეოთხე არ ვიციო შვილი მოვიდაო რა წუთშიც შვილი წავიდაო თავში ხელების დარტყმა დაიწყოო ხო მეცაო მეო და რატო არისიო იტალიურიო და თმებში მომქაჩაო დაწყნარდი და მშვიდი მეოთხე მაგ დღეს ვისვენებდი კვირა დღე იყო ხო და ეხლა მეთქი შვილს დამურეკავ თქო და გავარკვევ რა ხდება რა ჭირს მაგ ბებოს მეოთხე და ხშირ შემთხვევაში როგორ არის ხომ იცი ბადანტეებს როგორ შეულობენ ხოლმე და უნდათ ბებოები გიჟები რო არიან ხოლმე წამლებით ჟღენთავენ ამ ბაბუშკებს პირველი ორი დღე რო კარგად იყოს და მერე რო გაზის შესამალი ბებოები გიჟდებიან რა აი ამ მოთხოვზე მეკეტება და რა გავაკეთო
ხო და ქალა ვურეკავშვის მე თქვი პატრიცია გამარჯობა რა ხდება მე უთხარი ჩემი გზარი მირეკავს და შველას მთხოვს რა მოხდა მე უთხარი გამარკო არ ვიცი ოკეთიო არ ვიცი რა გითხრა მე უთხარი უნდა მოვიდე მეთქი შენთან წასვლა უნდაო შენ წავს თუ წასვლა უნდაო ჩვენო ისო არ დავიჭერთო და უბრალოდ თუ გითხრასო რომ სხვა ვნახოთო ვინმეო ბიჭო რა წასვლა უნდა მოუთხარი ჯერ ეს ამბავში გამარკვეთ რა ხდება და მე ვილაპარაკოთ ახლა წასვლა უნდა თუ არ უნდა მე თორე სამსახური არის ძალიან ადვილი არაფერი მხოლოდ სახი უნდა დაალაგო სისუფთავეში იყო შენ თვითონვე და შენთვის იკეთო საჭმელი ან ბაბუშკას გამოვიცვლი ორჯერ და ვსი ანუ არაფერი საქმე კაიო მოდი ვილაპარაკოთ მე უთხარ 5 საათზე მან დავარ მეცო 5-ზე მან ვიქნებიო 5 არის დოპო ბრანძვან პომერიჯოს პერიოდზე მიდიხარ უკვე კაი გამოძინებული და გამოხეთქილები არიან ესენი მაგ დროს უნდა მიხვიდე იქამდე სირცხვილია აქ ევროპაში ბრანზოს დროსაც ვერავის ვერ მიაკითხავ რა პრობლემაც არ უნდა იყოს თუ შეგნება გვაქვს რა ურეკავ ახლა ამ ჩემს რძალს და მეუბნებიო ლიზ დაწყნარდი დამშვიდდი მოვალ დავილაპარაკებ მე უთხარ გავარკვევ ყველაფერს ხო გახდა 5 საათი მივედი მარტო ლიზი დამხვდა და ბაბუშკას ვეუბნები მე ვთქვი კესო ჯეზო მეთქი ბებო რა მოხდა მეთქი რა დააშავა მეთქის კი არ უთხარი შე რა დააშავა ამან რა დააშავა ისეთი მეთქი ანუ ცოტა ისეთი ფსიქოლოგიური ლაპარაკი უნდა შეუყვანო რომ ვითომ ის ამნაშავე არ არის თვითონ გაიგე და ვითომ ის არის ანუ რაღაცა ის გამოვიმუშავე კარში ამათ ტაქტიკა შევიმუშავე როგორ უნდა ელაპარაკო რა დააშავა მეთქი ჩემო კონიატომ თქო რომ ესე გამოგიყვანა წყობილებიდან მე უთხარი ეს მშვიდი ქალი თქო და თმებში წასწვდი თქო ვაიმე ეს სიტყვები დავასრულე და კარი იღება შვილები შემოდიან ხო და მე ორა პუნქტუალური ხაროშვილი მეუბნება და ბებოს ვუყურებ და გაზდის ცრემლები ნერვიულობს ტირის აი თემები ტირის ახლა ბებო გაიგე ისაო ეს ჩემი რძალი ადგა და ეხუტება ქალი გაიგდე მე უთხარი გოგოს კამზე რას ეხუტება აიო ჩემი ძლები აი ესე რო ყვირო დაუდილთაოდე რომ ჩავეხუტეო თბებში წავს შედით მოტყნულო ყეფავ ეძახს რომ მოსაფერებლად რო ყეფავ ზაღლი გაღიზიანებული როა და მოსაფერებლად რომ მიხვალ ხალ წაგწუდება ქოჩოში მაგრამ იქნებ რა თუ და შედი დამშვიდება და ჯერა გაიგარდი გაიარე ყაბადალი ეს სიგარეტი მოწიე დამშვიდდება შედი მე ესე აღარ გააკეთო მეთქი ანუ ქალი გაგიჟებულია და შენ მიდიხარ და ეხუტებ რა თუ და შენ ჩახუტე თუ მე შვილს გაუბრაზებია რაღაცაზე ან ბაბუშკას თუ მე კბილის ტყიოდა თუ რაღაც კარჯი ერთი სიტყვი და ესე და ძალით კი არ ჩამოქაჩა გადიო რომდე თმაშიც მოსწუდა და ასე მომხდარა ახლა ბებო მეუბნება რომ ჩემთან მინდა ურო დაწვესო აბა ჩემთან დაწვესო ქალ როგორი ახლა მეც 40 მაქვს 24 საათიან სამსახური ნამდვილად ვერავის ვერ ვეტყვი რომ შეუწექი მოხუც საწურას ქვია ქალ ყველას თავისი ლიჩნევ პრასტრანსტვა გვინდა და ჩვენი ოთახი და ყველაფერი თორე ჩვენ მამე სამსახურს რო ვასრულებთ ვურეკავთ ოჯახის წევრებს ვსკროლავთ ტელეფონში დრო გაგვყავს და რაღაც შეიცი მეთქი ეს როგორ ღორივით ხრინავს თქო ბაბუშკას ვეუბნები პირს რო გააღებს მე ვთხარი აღარ კუმავს დილამდე მე ვთხარი თან თუ ძიმეძილით ჩაიძინა თქო ხო და გინდა მეთქი ახლა შესაძოლში ღორი მე ვთხარი არაო რას ამბობო მადლობაო რომ მითხარიო აღარ ვეტყვი რომ ჩემთან დაწვესო ერთი სიტყვი და ვიცი ანუ ეს პრიკოლი შეგვეთხო და პრიკოლი და რატო ვიცინით იცით რომ არ უნდა გააკეთო ანუ გაღიზიანებულს არ უნდა ეცე და არ უნდა ჩაეხუტო გაიგე რაც არ უნდა იყოს და მე კიდე ანუ რა ზევღადაობდით იცი 98 წლის ბებო მოგერია შეკარგო ან იუმორში გადავიტანეთ რა ეს ამბავი ხო და მე ვეუბნები ახლა რომ ლიზი მეთქი თუ შენ ეს სამსახური არ მოგწონს
აქ ძალით არავინ არ გტოვებს, რა სისულელეა ხო? წამოდი მე ვთხარ ჩემთან სახლში. დაელოდე სხვა სამსახურს გამოჩნდება სამსახურების მეტი რა არის? დღის სამსახურები ჭირს, თორე 24 საათიანები ყრია. არა, ვიქნებიო და დღემდე იქ არის. რავი ვინ იხალისეთ და ვინ არა, მაგრამ ვინდენი ვიცინი არა მარტო მე, ჩემს ოჩერას რომ მოუყევი. მე თქვი ესე და ესე მოხდა მეთქი ჩემ რძალზე. იმდენი ცინა იმანაც. რატო ჩაერხვიყავ? არა უხსენიო, როგორი მოხუცები ყავსო ჩვენო, აჯიტატა ხალხიო და რაღაც. მეთქი კი ეხლა იცის ყველაფერი მეუთხარი. ერთი სიტყვით ჩემოკარგებო. აი ესეთი ამბებიც ხდება ხოლმე, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ბაბუშკა ასე იქცევა, მაგრამ შვილები არ მოყვებიან და შვილები ბაბუშკას არ ამართლებენ პირიქით, ესე იგი რაღაცა მოხდა. საოცარი ოჯახია, სადაც ჩემი ძალი მუშაობს, ძალიან საოცარი ოჯახი. კი არა და მე სალაპარაკოთ რომ მივედი. მე ვთხარი მე უმუშევარი და არჩითქო რაღაცა ჩემი ბაბუშკა კასარი პოსაში გადაიყვანეს თქო და თავისი თხოვნით ეგეთი არაფერი ვინახია. აი მე შენ მოდი არ გინდა. მე ვთხარი აი ეს უძღვის სამსახური იყოს მოვიდოთ. მე თქვენ ღამე გინდათ გენაცვლი და მე კიდე ღამე არ ამჭირდება თქო. ძალიან კარგად იციო იტალიურიო და წელიწადსა და წელიწად ნახევარში ესე კარგად რომ ესწავლოს ვინმესო მეო აქ ჯერ არავინ მინახავსო. მე თქვი ჩემი ფიდანცატოს დამსახურება ბებო რა არის და შვილს რა პატრიციას და საერთოდ რას დავაკვირდი იცი ჭვესენი უნდა აქვთ დოპირში იტალიელები აქედა ადიდე პირში რამდენიც გინდა და პირს უკან ხეშინებდი რა სიტყვი და როგორი ტყვი ეს უკვე შენი პრობლემაა მაგრამ ეს ხალხი არის ნაროდი ესეთი რომ ძალიან კარგი ტუტი ბრავი თქო რა მე ვთხარი vostra familia თქო mi piace molto თქო mai visto così bravi persone თქო მოვატყო ამაზე კარგებიც მინახავს და უკარგესებიც და ესე რომ ეუბნები მე ცდილობენ მართლა კარგად მოიქცენ იმიტომ რომ ძალიან ის თავმოყარე ხალხი არიან რა ხო და ჩემო ოქროებო აი ეგეთი ამბები გვაქვს ანუ ჩემი ძალიც აქ არის აქ მუშაობს ჩემგან ცოტა მოშორებით მაგრამ გონი მორჩი თმის დასწორებას ერთი კვირა და 2 დღეა უმუშევარი ვარ სამსახური მინდა ძალიან დიდი მადლობა ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა ჩემს გამოჩენას და ძალიან გამახარეთ ოღონდ მართლა აი ძალიან ყველა თბილი კომენტარი აბსოლუტურად ყველა კომენტარი იყო თბილი და დადებითი ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ძალიან ხართ ყველა ხოლმე ცირა არის ნელა მინდა ხოლმე რომ სამსახურს დავიწყებ თან კერძებს რო გავაკეთებ ხოლმე იტალიურ კერძებს როგორც მე ვაკეთებ მაგის რეცეპტები შემოგთავაზო და არ გაბედოთ და არავის შესწორება არ შემიტანოთ აზრია რა კიდო რომ ერთ მწიკუმარილსაც არ დაუმატებ ვინც ჭკუას მასწავლის მე უკვე ვიცი როგორც უნდა როგორც მოგწონს ჩვენ თორე თქვენ შეცვალეთ თუ გინდათ გუშინ წინ გავაკეთე ჩიზკეიკი ესეთი გემრიელი ჩიზკეიკი მე არასდროს არ გამიკეთებია მაგასაც გასწავლით ძალიან ადვილი საქართველოშიც კი ძალიან ბიუჯეტურია ანუ ძვირი არ დაგიჭდებათ როგორც მე გავაკეთე მოგეუბნები ანტონიო იძახდა რომ ესო პასტიჩერიაში ნაკლიც გასო აქ არის საუკეთესო პასტიჩერია კაფე ჩოკოლადე
ეს მგონია იქ ნაყიდიაო და ამარჯვაო. იმდენად მოეწონა. ლალიმაც გააკეთა იგივე ლალისიც ძალიან მოეწონა, მაგრამ შენიო ის არისო. სხვანაირიაო, იმიტომ რომ მე ზემოდანაც მოვასხი რა. და საერთოდ ინსპირაცია ლალისგან ავიღე ამის გაკეთებისა. ლალიკოს მიქსერით და ლალიკოს ფორმით. საოცარი ხალხო, საოცარი ჩიზკეიკი. ასე. კონივსია. ეს თვითონ მიყვარს ძალიან ერთხელ ჩამოიშვი და მზად არ მე ვიტკეპნი ხოლმე და 1000 ჯერ იმაშვები რომ არ მიყვარს აპუწული როა. Pom საჭმელი გავაკეთო არ ვიცი დღეს ნახოთ საბუკას კუჭირას მოითხოვს და დაინაცვალოს 6 კილო მოიმატა საბუშკია 6 კილო მოიმატა რაც აქ ჩამოვიდა 2 კვირა აქ არის ეგრევე ვატაკე ვიტამინები პირველი 2 დღეს უკრევეტებზე ვყავდა კრევეტები უყვარს ძალიან დაინაცვალოს მოვიჩით წამხერთი ხელი მოწიოთ და ყურის უკან ხალო რაღაც გამომივიდა გუშინაც ხო თქვი დეუშ და ეხა მტკივა და მეკავება მტკივა და მეკავება ესე ეს გამორთოთ ეკოლა და ბაკინოში გავიდე იმიტომ რომ ანდონიო სიგარეტი დამიტოვა ეს ჩემი სუნამო არ და ბევრი სვის ხალხში არიდა საქართველოში რა ღირს ეს სუნამო აქ დიდი ღირს 140 евро დიდი რამდენიანი ჩემი თვალები რომ საიკითხავს ახლა გარტყმაში არა 200-იანი თუ 100-აცი აჯეროჩი და მალჩიკი ეკო წამოვსწიოთ სიგარეტი მინდა მე უნდა წავიდე იმაში რა ქვია პარფიუმერის ისინი რო აქ დავტყი ხალო აი ესე ვიცი არ ვიცი რატო მაგრამ აი ესე ვაკეთებ პრივიჩკა მოხს მე მივიდა მომდილებელი არ დავტოვებ ხალო ეს არის რეკვები ჩხილებს ვეღარ ვიკეთებ ვიზიტი ხო გავაუქმე ჩემს ფრჩხილის გოგოსთან და საახალწლოდ მინდო და მე აქ ადგილი არ იყო და დამრჩა ეს. არა უშავს ესე უფრო მომწონს იმის გარეშე. შილაკის გარეშე. ვიტყოვები. ეს კაია. დავასვენო ცოტა. სერცერფილი ამისვე. დავიწყე ვარჯიში 2 დღეა. საბადამცინის ხომ ერანაირად ვარჯიშა. ვიღაცას უნდა და სამსახური მე სტრიმზე მახსოვს მომწერა. და უთხარი პირად შემეხმიანე თქო და აღარ შემეხმიანა. სუნამო ხო ხელზე დავისხი ახლა და სიგარეტს სუნამო სუნამო გემ გაშტერებული ვარ ხალო მარტო 2 იტალიელი მეზობელი ცხოვრობს ჩემთან დანარჩენები ჩემსავით სტანიერები არიან
აი ესე ქალებო. ჩემო ქალებო, არა მამრებოც, მარტო ქალები არ მიყურებთ, ბავშვებოც. ეს პირველი ჭირსა ხო, მე ლიცინით მოდის. პირველი მოსვლა ჭირს. იცი რომ მეზარებოთ ან გადაჩვეული ვიყავი. ძალიან. ხვალ იქნებ ბოულინგზე წავიდე. საბუშე წავიყვანო, იქაც მინდა წავიყვანო, ალბერო ბელო მინდა ვანახო. სულ თეთრი სახლებია, პატარა დაბალი ძველი ქალაქი არის და მანდ მინდა წავიყვანო და ოსტუმში. ხალხშუა დღის მერე. და საღამოს იქნებ ბოულინგი და ბილიარდი მოვცხოთ. ნახოთ, ეს მინდა და როგორ რანაირად რაღაც. გითხარით რომ თეკუნაზე კითხვები აღარ დასვათ. ხო რატო წავიდა და თემები, უნდა და წავიდა და იმ დღესვე ინანა საქართველოში შევიდა თუ არა სამარშრუტო ტაქსი, ეგრევე ინანა. ეხლა წამოსვლა უნდა. მაგრამ ეხლა მე ვერ წამოვიყვან ჯერ кайხარ. არალი ფული არალი. ერთი სტუდი გაკოცეთ ძალიან ბევრი. ხო, ვიდეო ვიტვირთება ძალიან გვიანი ინტერნეტი, ჩემი ინტერნეტი არ ვიცი რა ჭირს, ჯახნაბა ჭირს. გვიან მოდის ხოლმე 2 საათი ველოდები ვიდეო რო აიტვირთოს. ერთ-ერთი ფაქტორი კიდევ იმისა, თუ რატომ მეზარება ვიდეოს დადება, იმიტომ რომ ტელეფონი უნდა იყოს სულ ღია, ვიდეო ვიდება, ტელეფონი არ უნდა ჩამიქრეს, იმიტომ რომ Wi-Fi-ზე არ მაქვს. ტელეფონის ინტერნეტით ვარ. გუშინდელ ვიდეოდან 10 გამოვწერი მოგვემატა და მადლობა ჩემო ახლებო. ძალიან მიყვარხართ სულ ყველა. გაფასებთ. ეკოლა. წავედი ხა გაკოცი ძაბე. ბედნიერ დღეს გისურვებთ.